ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში დღეს ვიმყოფებოდე პირველი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში. თურქეთი საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მეგობრობას ეფუძნება. ძლიერი ურთიერთპატივისცემა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის, ასევე არის საფუძველი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის. ბატონო მინისტრო, მე მსურს მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და ვისარგებლო დასაწყისშივე ამ შემთხვევით და მოგიწვიოთ საქართველოში, როგორც კი გექნებათ შესაძლებლობა თქვენთვის ხელსაყრელ დროს მექნება პატივი, რომ გიმასპინძლოთ თბილისში. პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული საანიმუშო მეზობლობა და მეგობრობა ეს არის ის, რასაც აძლიერებს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მუშაობა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებისთვის და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავამყაროთ, გავაძლიეროთ და საერთო ინტერესების გასატარებლად და გასახორციელებლად ვიმუშაოთ. ბატონო მინისტრო, მადლობას გადაგიხდით ძალიან საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის, დღევანდელი შეხვედრისას. თურქეთს ჩვენ ვხედავთ როგორც უმნიშვნელოვანეს რეგიონულ მოთამაშეს, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გლობალური, ასევე რეგიონული მნიშვნელობის საკითხებში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო თქვენი მოსაზრებების და პოზიციების მოსმენა ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენს რეგიონზე ახდენს გავლენას. დღეს ჩვენს გარშემო ბევრი საკითხია, რომელთა გადაწყვეტა მოითხოვს სიბრძნეს, სიფრთხილეს და დაუღალავ შრომას იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა. შევძლოთ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო მეტად ფიქრი და ის პოტენციალი, რომელიც არსებობს, გამოყენებული იქნას ადამიანების უკეთესი ცხოვრების შესათავაზებლად. ჩვენ დიდად ვაფასებთ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს, რაც გვაკავშირებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ორივე ქვეყანა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ათწლეულების განმავლობაში ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა ერთობამ ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგცა. მე იმედი მაქვს, მომავალში მექნება შესაძლებლობა გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა ამ ფორმატში და ერთად შევიტანოთ წვლილი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაში სამმხრივ ფორმატში. მსურს ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების კუთხით. ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას მოგახსენებთ თქვენი ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის. უკვე წლებია თურქეთის რესპუბლიკა რჩება საქართველოს ნომერ 1 სავაჭრო პარტნიორად. თქვენ ახსენეთ ეს თქვენს გამოსვლაში. ნამდვილად შთამბეჭდავია ის ციფრები, რასაც ჩვენ ხედავთ. შთამბეჭდავია, რომ იზრდება ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა პოტენციალი ნამდვილად არის კიდევ უფრო მეტი და ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უფრო უკეთესი იყოს, უფრო მეტად მჭიდრო იყოს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობის მქონე პროექტებზე. ერთობლივი პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა, უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონცეფციის გათვალისწინებით. ჩვენ შევძელით გაგვეხორციელებინა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლს და ფუნქციას ახალ განზომილებას ძეს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა და თანამშრომლობა ახალი პროექტების განხორციელებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის როლს, მნიშვნელობას უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში. საქართველო მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეას და მზად არის გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში
მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებულ ომზე და მის მძიმე შედეგებზე და რა თქმა უნდა ომის შეწყვეტას და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპული და რეგიონული უსაფრთხოებისთვის და სამომავლოდ მისი მშვიდობიანი განვითარებისთვის. ჩვენ მესალმებით თურქეთის ძალისხმევას წვრილი შეიტანოს მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობების ძიებაში. როგორც დასაწყისში ვახსენე, ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, რაც რჩება საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად და უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. შეჯამების სახით მსურს აღნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა თუ რაოდენ მტკიცია ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, პოლიტიკური ნება მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ბატონო მინისტრო, ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თქვენი გულთბილი მიღებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს მეგობრობა გაგრძელდება და ერთად ჩვენ შევძლებთ შევიტანოთ წვლილი ჩვენი რეგიონის კეთილდღეობაში, მშვიდობაში და ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელებაში, რაც იქნება ჩვენი ხალხების, ქართველი და თურქი ხალხის ინტერესებში. Ძალიან დიდი mადloba. Gürcistan'ın yeni Dışişleri Bakanı Sayın Maka Boçovrişli'yi ülkemizi ağırlamaktan büyük memnuniyet duyuyorum. Kendisine ve kıymetli heyetine hoş geldiniz diyorum. 26 Ekim'de gerçekleşen seçimlerin ardından kurulan yeni Gürcistan hükümetine bu vesileyle başarılar diliyorum. Keza Sayın Bakanı yeni görevi sebebiyle de huzurlarınızda bir kez daha tebrik ediyorum. Değerli basın mensupları, dış politikamızın temel unsurlarından biri bölgesel sahiplenme anlayışıyla hareket etmek ve komşu ülkelerle ilişkilerimizi en iyi seviyeye çıkarmaktır. Çevremizdeki ülkelerin daha müreffeh ve daha güvenli olmasını istiyoruz. Bu sayede ülkemizin refahını ve güvenliğini artıracağımızı biliyoruz. Gürcistan bu vizyonu birlikte hayata geçirmeyi başardığımız önemli bir stratejik ortağımızdır. Senelerdir her alanda çok yakın bir işbirliği içindeyiz. Bu çabalar sayesinde her iki ülkenin de yararına olan örnek nitelikte bir komşuluk ilişkisi tesis ettik. Bu konuda Cumhurbaşkanımızın büyük bir hassasiyeti bulunmaktadır. Türkiye ve Gürcistan bölgesel barış, istikrar ve refah içinde güçlerini birleştirmektedirler. Her iki ülke, Hazar'ın enerji kaynaklarının dünya ve Avrupa pazarlarına ulaştırılmasında kilit önem taşımaktadırlar. Uzun senelerdir Bakü, Tiflis, Ceyhan petrol boru hattı ile Bakü, Tiflis, Erzurum doğalgaz boru hattı ile enerji güvenliğine katkı sağlıyoruz. İşbirliğimizi üçlü ve dörtlü işbirliği formatlarında somut projelere dönüştürmeye çalışıyoruz. Değerli basın mensupları, bugün değerli mevkidaşımla kapsamlı görüşmeler yaptık. İlişkilerimizi daha da derinleştirmek konusunda yeni Gürcistan hükümetiyle aynı kararlılığı taşıdığımızı memnuniyetle bir kez daha gördük. Türkiye, Gürcistan'ın 16 senedir bir numaralı ticaret ortağı konumundadır. Geçtiğimiz yıl ticaret hacmimiz 3 milyar doları aşmıştı. Bu rakamı 5 milyar dolara çıkarmak üzere çalışmalarımız devam etmekte. Gürcistan'daki Türk yatırımlarının da artması için çaba harcıyoruz. Hazar geçişli Doğu-Batı Orta Koridor, Doğu-Batı bağlantısallığında önemli bir unsur. Bu bağlamda Orta Koridor'un bel kemiği olan Bakü, Tiflis, Kars Demiryolu'nun tam kapasite çalışmasına büyük önem veriyoruz. Bu konuyu değerli meslektaşımla da ayrıca konuştum. Bugün savunma sanayi ve askeri alandaki işbirliğimizde ele aldık. Hem ikili hem de NATO kapsamında yürütülen mevcut projelerimizi ne şekilde ilerletebileceğimizi değerlendirdik. Değerli basın mensupları, Gürcistan'ın toprak bütünlüğüne tehdit teşkil edebilecek gelişmelere ilişkin
tutumumuz bildiğiniz gibi açık ve nettir. Gürcistan'ın Abazya ve Güney Ossetya ihtilaflarının barışçıl çözümüne yönelik ortaya koyduğu iradeyi takdir ediyoruz. Gürcistan'ın toprak bütünlüğü ve egemenliğine verdiğimiz güçlü desteği kararlılıkla sürdüreceğiz. Toplantımızda ayrıca bölgemizdeki önemli gelişmeleri de değerlendirdik. Ukrayna Savaşı 3. yılını geride bıraktı. Bu savaşın artık daha fazla yıkıma ve kayba yol açmadan bir an önce sona ermesini arzu ediyoruz. Türkiye olarak savaşın başından bu yana barışa ulaşılabilmesi için iki tarafında dahil olduğu girişimleri hep destekledik. Bugün de aynı görüşü savunuyoruz. Sayın Cumhurbaşkanımız da ifade ettiler. Türkiye olarak gelecek görüşmelere ev sahipliği yapmak dahil barış çabalarına her türlü desteği vermeye hazır olduğumuzu bir kez daha buradan ifade etmek istiyorum. Değerli basın mensupları, bugünkü görüşmelerimizin ülkelerimiz arasında var olan ilişkileri daha da ileri taşıyacağına ve yeni işbirliği kapıları açacağına yürekten inanıyorum. Bu vesileyle Sayın Mevkidaşım Boşarovişvili'ye bir kez daha teşekkür ediyor. Dost Gürcistan halkına buradan bu vesileyle bir kez daha selamlarımı ve saygılarımı iletiyorum. ორივე ქვეყანა საქართველოსაც და თურქეთს აქვს სტრატეგიული მდებარეობა რეგიონში და ამ კუთხით თუ შეგიძლიათ გითხრათ ორ ქვეყანას შორის არსებული იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მადლობა. მადლობა. ნამდვილად თურქეთი და საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყნებია რეგიონში, მათ სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი პატარა რეგიონისთვის, ასევე გლობალურად უფრო დიდი რეგიონისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ უკეთ შევასრულოთ ის როლი, რაც საქართველოს და თურქეთს შეუძლია შეასრულოს დიდი რეგიონისთვის. ჩვენ გვაქვს წარმატებული ისტორია ერთობლივი პროექტების განხორციელების, რომლებმაც ერთგვარად დადებითი მუხტი შეძინა როგორც ჩვენს ურთიერთობებს, ასევე ჩვენს პოზიციონირებას. დღეს ჩვენ რეგიონში არის შესაძლებლობები იმის, რომ ურთიერთპატივისცემით, თანამშრომლობით და დიდ პროექტებზე, დიდ გეგმებზე გათვლით ვითანამშრომლოთ, გქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და განვახორციელოთ საინტერესო პროექტები. განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას ამ მიმართულებით, იცით, რომ ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და რა თქმა უნდა, ამ ფუნქციის, ამ მიზნის შესასრულებლად ჩვენ ძალიან ვაფასებთ და გვჭირდება ჩვენს პირველ რიგში უშუალო მეზობლებთან ურთიერთობა, ჩვენი უშუალო მეზობლების მხარდაჭერა და პარტნიორობა. ამ მხრივ ნამდვილად სამაგალითოა ჩვენი თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკასთან, რასაც ძალიან ვაფასებთ, რაც უკვე 10 წლეულებს ითვლის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრობით, ჩვენი თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ იმ შესაძლებლობებს, რაც თურქეთს და საქართველოს აქვს სწორედ დაკავშირებადობის კუთხით და შუადერეფნის განვითარების მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის უმნიშვნელოვანესი რეგიონული როლი, რასაც ის თამაშობს რეგიონში და ამ მიმართულებით ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან. Değerli arkadaşlar, biliyorsunuz uzun süredir Türkiye, Azerbaycan, Gürcistan stratejik bir ilişki çerçevesinde önemli projeleri hayata geçirmekte. Sayın Bakan'ın da ifade ettiği gibi enerji projeleri, ulaştırma projeleri şu anda üç ülkenin katkılarıyla hayata geçen, çalışan projeler. Bunlar bölgemizdeki refahı artırmada, barışı tesis etmede, devam ettirmede önemli projeler. Hazar'ın enerji kaynaklarının dünya ve Avrupa pazarlarına ulaştırılması, Karadeniz'deki işbirliğimiz, bunların hepsi fevkalade önemli stratejik alanlar. Hayata geçirdiğimiz projeler, daha sonra hayata geçireceğimiz projelerle kıyaslandığında az olan miktarlar, daha fazla işbirliğine imkan tanıyan çok büyük bir potansiyel var ortada. Bu potansiyeli eminim üç ülkenin iradesi Azerbaycan, Türkiye ve Gürcistan olarak daha da hayata geçireceğiz. Bu örnek işbirliğimizi
Umarım diğer bölge ülkeleri de kendilerine model olarak alırlar ve bize katılırlar. Ben tekrar değerli basınımızın ilgisi için teşekkür ediyorum.